საღამო მშვიდობის ძვირფასო გამომწერებო ბასრი დისკუსიები გიბრუნდებათ ბატონო გიორგი როგორ ბრძანდებით ბატონო მიხეილ მადლობა კარგად თოთ მეც მშვენივრად და მინდა დღევანდელი ასე ვთქვათ გადაცემის შინაარსი გავაცნო ჩვენ გამომწერებს მე და ბატონმა გიორგიმ გადავწყვიტეთ რომ რაღაცა სიახლე შეგვეტანა ჩვენ პოდკასტში და რუბრიკასავით შეგვექმნა და ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით თვითონ რუბრიკის სახელზე მაგრამ შინაარსზე ჩამოვყალიბდით რუბრიკა იქნება შემდეგგვარი რომ ანუ გიორგი იტყვის თავის ვერსიას ადამიანზე, რომელსაც დიდი კვალი აქვს მედანეობის სამყაროში დატოვებული, მე ვიტყვი ჩემ ვერსიას იმ ადამიანზე, ვიზეც მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი კვალი აქვს დატოვებული. ეს იქნება პერიოდულად ეს რუბრიკა და დღეს მისი ასე ვთქვათ პირველი ნაწილი და სიტყვას გადავცემ ბატონ გიორგის. ხო, ну მოკლედ იდეა არის და მგონია რომ რაღაცა ნელა დაიხვეწება ეს იდეა, იმიტომ რომ რაღაცა მე უფრო რაღაც მედანე ყველაზე მაგარი მედანეზე წავედი რა და ეხლა თუნდაც მაგ ტერმინებზე ვისაუბროთ, მოდი ვისაუბროთ. ანუ ესე იგი რა არის ეს ყველაზე მაგარი მედანე, ანუ რას გულისხმობთ განმარტოთ. ნუ მე მაგის მიხედვით შევარჩიე რა და მაგაზე ვფიქრობდი რა და შენ ცოტა სხვანაირად ხედავ როგორც ჩანს. ანუ შენ კონკრეტულად ანუ მაშინ მე უნდა განმარტო. შენ სწორედ გაიგე იდეაში. ანუ ადამიანი რომელიც დანას აკეთებს. ხო, შეიძლება ყვალი არ დაუტოვებია ეხლა იმ ხელა თუმცა დამანას დატოვა, მაგრამ ხო, ну მე ეგრე გავიგე. მოკლედ მე ესეთი არცი ჩავდე აქ რომ ანუ არა აქვს მნიშვნელობა ის ადამიანი დანას აკეთებს, არ აკეთებს, ხატავს, ოსტატია, მაგრამ ყველამ, აი ვინც დანების სამყაროში ტრიალებთ, მოყვარულები, კოლექციონერები, ყველამ რო იცის ეს ადამიანი, აი ეგეთ ადამიანებზე გვინდა მოკლედ რომ ვისაუბროთ რა. აი, ну მოკლედ მე რაც მედანეზე ვისაუბრებ რა, ჩემი საზომით. კი ბატონო, რაღაც პერიოდში მეც შენ იმაზე გადმოვალ, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დღეს მე უნდა ვისაუბრო, ბევრნი არ არიან, ამიტომ მეც მედანეებზე დავიწყებ ლაპარაკს. დავიწყოთ. ვინ არის პირველი? მოკლედ არც ვაცხელებ, ну პირველი სამ-სამს ვაპირებდით რა, მაგრამ მე გადავწყვით რომ სამ-სამი რაღაც გამოგვიდოდა და თვითონ-თვითონზე ჩამოვედით რა და რაღაცა ისეთ სხვათაურსაც სხვანაირს მოვუფიქრეთ შესაბამისად და ну სამ შერჩეული მქონა მიხელა ძალიან გამიჭიდა სიმართლე გითხრა. ამორჩევებ დატრისი და იყო ხო? მონეტაც ავაგდე რომ თქვა რომელი, მაგრამ როცა ერთზე მიდგა საქმე. ერთი სიმართლე გითხრა, ну რაღაცა სენტიმეტრების გამო, ну იმასაც დავამატებ რომ ეს ინდივიდუალური არის, ბევრი შეიძლება არ გვეთანხმებოდეთ, ჩვენი ხედვა არის უბრალოდ ჩვენ ხედავთ მოზიარებ და ну კრის რივზე გავაჩერი არჩევანი სიმართლე გითხრა. კაცი ლეგენდა სიცოცხლეში. კრის რივი მე ძალიან მიყვარს რა და ну ხვალე შეიძლება სხვანაირად ხედავდი ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ამ ეტაპზე ესე ვარ და თლად უდანოთ რო არ ყოფილიყავი მიხეილ ეს ერთი კრის რივის და ეს მეორე და ეს მესამე. ხო, დანარჩენი ახლა თვითონ რატომ გავაჩერე ამ ადამიანზე ეს არჩევანი მოყვები შეგაწყვეტე რა. ერთი კვირის წინამდე ამბავს გიყვები რა. ეს ადამიანი ალბათ მიხვდება ახლა ვიზ ახი მოკლედ ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ამ სამყაროში ჩვენთან ტრიალებს მასთან რაღაცაზე დანებზე საუბრობთ რა და აძრობს ამას ახალს აბსოლუტურ ახალს რა და ვერ გავიგებ რა კრის რივი ვარ მექანიკა ამას არა აქვს ახალთან შაიბები ისე რაღაცნა იცი რა არის ამ კაც მართლა აქვს ეს მომენტი რომ თავიდან ცოტა ძნელია რომ ეგრევე მიხვდე რომ აი რატო არის ეს გენიალური დანა და გამეცინა, იმიტომ რომ გამახსენდა რომ ადრე მეც ეგრევე ვიყავი და ვერც მე ვერ ხვდებოდი რა ვიცი მეთქი, მაგრამ ნუ ეხლა მეთანხმები ცოტა ყველაფერი გეთანხმები კი რა, ძალიან მინდა რომ მეც მივიდე იმ მომენტში რომ მეც მქონდეს კრიზრევი არ მაქვს ეს და ну კრისრევამდე იძახიან ალბათ სხვა ოსტატზე არ გამიგებს გავს სიმართლე გითხრა კრისრევამდე უნდა გაიზარდო ესე იძახიან კი ბატონო მე ვეთანხმები მაგ მოსაზრებას რა მე დამჭირდა კრისრევამდე გაზდა იმიტომ რომ პირველი შეხება რას მქონდა ну ეგეთ სხვა თემა არის მოდი ოსტატზე მოყვები და მე მოყვე თვითონ დანეძე ჩავშალოთ რატო შევარჩიე და რაღაცა всё აღარ გაწყვეტი ვინ არის კრისრევი დაიბადა 1953 წელს დურბანში სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკელებს აქვე დავაყოლებ, რომ ძალიან მაგარი ხელოსნები იყავთ და კრისრევი ერთ-ერთი მაგათი საუკეთესო არის. დანარჩენი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ძალიან მოტოსპორტით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული სამხრეთ აფრიკის გრან-პრიში და მიზანი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონი. კი ბატონო, ეგ იყო რაღაც 70-იან წლებში. პარალელურად მას გავლილი ქონა კურსები 4 წლიანი, სადაც ალბათ ჩემი მიზნით ძალიან კარგად დაეუფლა ისეთ ხელობას, რამაც მე მთელი კვალი დატოვა მთელი მის კარიერაზე და ცხოვრებაზე და საბოლოო ჯამში მე ბევრზე. ну ეს იყო ხელსაწყოების კეთება და აი დაი ქართულად ალბათ არის ფრეზები და მსგავსები, ანუ do it yourself ესე შიფრება დაი, ხო?
არა, ის ხო არის. ხელსაყრელ მართლა ფრეზების თემა არის რა, ანუ ხელსაყრელს აკეთებდა. და 4 წლიანი კურსი გაირა და იქაც მუშაობდა და მაქედან გამომდინარე მე თავისთანაც ამ მოტოსპორტში ძალიან აქტიურად იყენებდა ამ თავის რაღაცა ხელობას და ამ ყველაფერს აკეთებულად ვთქვათ, როგორ ვთქვა, აპდეიტს უკეთებდა, ნაწილების ხრა და ასე შემდეგ. და მაგის მერე რაღაცა პერიოდის მერე უკვე რაღაც ასაკმაც რომ მოუწია და მივიდა, მერე უკვე ჯარში დაიწყო მსახურობა. და მაქედან ალბათ უკვე ნენელა იწყება კრის რივისთვის ეს პირველი ნაბიჯები დანების კეთების, რომ ჯარში რომ დაიწყო მსახურობა, იქ შეამჩნია, რომ მასიურად ჯარს არ ქონა ნორმალური დანა. შეაწუხა რა, ადამიანი ხელოსანი არის, მსგავს რაღაცებთან შეხება ქონა, დანა არ ქონა რა და ადგა და გააკეთა თავისი პირველი დანა. სამწუხაროდ მაგდანის პირველი სურათები ვერ მოვიძიე, მაგრამ სავარაუდოდ თავისი მონაყოლიდან გამომდინარე ის ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს დანა იყო დასაკეთსი და ხისტარით. მაგრამ სამხრეთ აფრიკაში, მოკლედ რაღაც საზღვარზე ზიმბაბვესთან მსახურობდა ტროპიკულ რაღაც ალბათ გარემოში და ეს ტარიც გაუფუშდა და ყველაფერი რაღაც მარტივად შემოეშალა ხელში ესე ვთქვა. მე მოუყვე რა ხან ახსენე ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკა, მე როგორ სიტყვით მოუყვები რა მოხდა, ზიმბაბვეში და სამხრეთ აფრიკაში ერთნაირად მოხდა ეს პოლიტიკური სიტუაცია, წეღარაც ახსენე რა, თეთრები შეავიწროვესო რა. ზიმბაბვეში რამოდენიმე წლის წინ რაკნეს იცი? იგივენაირად თეთრებს ჰქონდათ ძალიან დიდი ფერმები რა. შეუვარდნენ, ეს ფერმებიდან გაყარეს ეს თეთრები ზოგი დახოცეს და უზარმაზარი რაოდენობით ეს საქონელი და რაღაცა წამოიყვანეს რა. კი არ ფერმები კი არ ამუშავეს, პროსტა ერთჯერადად აიყვანეს. და აღმოაჩინეს რომ 2 თვეში ქვეყანაში უკვე აღარ არის რა, არც ხორცი, არაფერი და უიდედაო რა, ეგეთი სიტუაციები არის სამხრეთ აფრიკაშიც. დაახლოებით რომ მიხვდეთ სად იყო ეს კაცი რა, როგორ ქვეყანაში მუშაობდა რა. ხო და ცოტა ჩავხედო. ხო. ჯარში მსახურობდა აქტიურად, გააკეთა დასაკეცი დანა და მაგის მერე გადაწყვიტა რომ თქვათ მასალები თქვათ ესე არ იყო ხელმისაწვდომი რაღაცა და მაგის მერე გააკეთა ძალიან განსაკუთრებული ფიქსი. გააკეთა სრულად ფოლადისაგან ეს ფიქსი, რომელიც თქვათ მე რაღაცა სერიულად პატარა ტირაჟით გააკეთა და მაგ სურათ დაურთავთ. ინტეგრალურს რასაც ვეძახით, ამ პირველი ინტეგრალური დანა იყო. თავიდანვე სურათზე რო უყურებთ, იმ დროის დონით გაკეთებული დანას, სურათზე მე რასაც უყურებთ, ძალიან ადეკვატური და კარგი დანა იყო. დანარჩენი უკვე ნელა შეყვა ამ დანებს, უკვე 82-ში მიატოვა თავისი საქმიანობა და გადმოერთო ამ უკვე დანების კეთებაზე და 84-ში დაარსა უკვე კრის რივ ნაივს დღესდღეობით, რაც ვიცით, ეს რაღაცა სიმბოლოები CRK კრის ნაივს დაარსა. მაგის შემდეგ უკვე 99 წელს გადმოვიდა ბატონი კრის რივი ამერიკაში, გადმოსახლდა და დაიწყო სებენზა გამომრჩა. სებენზა გააკეთა 87-ში. მე ვარ 87-ში დაბადებული და ეს არის მინი სებენზა და 87-ში აქვს პირველი თქვათ მოდელი სებენზის გაკეთებული. და მოკლედ გადმოვიდა ამერიკაში, აქ უკვე აიდაჰოში დასახლა და აიდაჰოში დაიწყო თავისი ამ ხელობით გაგრძელება, ნელა გაზარდა ეს კომპანია და დღესდღეობით მოვიდა იქამდე, რაც ყველამ ვიცით, რომ სოფლიოში გამორჩეული ადგილი აქვს ამ ადამიანს დაკავებული. ეს იყო მოკლე რაღაცა ბიოგრაფია კრის რივის. დანარჩენი მე რატო შევარჩიე მიხედა და ჩავშალოთ ეს კრის რივი რა არის და რატო არის ესე გამორჩეული. პირველი რატომაც შევარჩიე ის იდეა, რო ვთქვით, რომ მედანეს რო ვთქვი რა. ჩემი აზრით ისე ტექნოლოგიური არ არის, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მედანი არის, იმიტომ რომ აი ამ დანებში ვხედავ მე სრულყოფილებას ვხედავ, რომ ადამიანის ფილოსოფია რომ აი დანები უყვარს და მაქსიმალურად შეეცა და სრულყოფილი დანები შეექმნა. ინჟინერულად გამართული მექანიზმი აბსოლუტურად ერგონომიულად ყველანაირად შეეცა და რომ იდეალურად გამართული დანა შეექმნა და ბევრი ნივთი არ არის ალბათ არ მარტო დანებზე, რაც განეჭებს რაღაცნაირად სრულყოფილების განცდას. შეიძლება რაღაცა იყოს სხვანაირად ტექნოლოგიური სხვადასხვა რაღაცეები ქონდეს, მაგრამ ეს სრულყოფილების განცდა არ მოგცეს. და იმ სიმარტივეში სიმართლე გითხრა, მე მაგას ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად აი სრულყოფილი დანები აქვს, რომ მაქსიმალურად კარგად გამართული და გემრიელი დანები აქვს. სანამ მაგას უშუალოდ რამოდენიმე დანაზე ვთქვათ ისაუბრებ, მე პატარა ჩანერს ვიტყვი, რომ მე რო დავინტერესდი კრის რივით და ალბათ როგორც ყველა მე სებენზათი დავიწყე, პირველად გავიგე სებენზა, მე მივყევი და რო აღმოვაჩინე მისი ფიქსები, ძალიან დავინტერესდი, არ ვიცოდი, რომ აი ამდენი სახეობის ფიქსი თუ ქონდა, სამხედრო დანიშნულების, იქ სამთო დანიშნულების, პარაშუტისტებისთვის, იქ კოლაბორაცია ბილ ჰერშისთან, ბილ ჰერში არის ადამიანი, რომელიც აი როგორ სამხედრო დანებს აკეთებს, იცი, აი მონსტერებს რა, ის სპარტან ბლეიდსი თან ერთადაც აკეთებს მოკლედ და საერთოდ არ მეგონა თუ
ტიპს რომელმაც აი სებენზა გააკეთა რაღაცა ესეთი დახვეწილიდან რომ ისეთი მოუტრუკები და რაღაც იმითი რო აქვს დაწყებული და იქიდან რო არის დამოსული. უმაგრესი აი როგორ მე არ მახსოვს რა მომენტი იცი რომ რა ვიცი თუ ბევრმა ალბათ იცი რომ ძალიან ბევრს უყურებ და ვკითხულობ რა ხდება დანების სამყაროში და არის ხოლმე ძალიან ბევრი ჭუბები. შიდა რომ იმას ვერ იტანს, ამას ვერ იტანს, ის იმაზე იძახის თუდი ბიჭიაო ეს ამაზე ჩათლახიაო და არ მახსოვს რომ აი ვინმეს იგეთი რამე ეთქვა ამაზე. ამ კაცზე. ხო, ანუ შეიძლება ვიღაც არ აქებდეს და არ გიждდებოდეს, მაგრამ აი ცუდი ტიპიაო არავის არ თქვია რა და მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ საკმაოდ ისეთი რთული ხასიათის კაცია. კი ბატონო. Ну მეც ეგრე მაქვს გაგონილი და community-ც ეგრე არის რომ მაგის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემს თავის community-ში და ძალიან მნიშვნელოვანი არის. დანარჩენი ალბათ კიდევ აი მაყურებლებმა რო გაიგონ, ალბათ უნდა აღინიშნოს, თქვათ რა არის კრისრივის მოგონილი, რომ თქვათ მარტივადაც გაიგონ. ანუ frame lock-ი, ელემენტარული frame lock-ი რაც ვიცით, და დღესდღეობით ალბათ დანების ალბათ ძალიან დიდი პროცენტი რომ ჩამკეტ მექანიზმზე კეთდება integral lock-ი. კრისრივი integral lock. კი ბატონო, კრისრივის მოგონილი არის ეს. დღესდღეობით შეიძლება მარტივად გვეჩვენება ეს ყველაფერი რომ ეს არის და რა ვარ დააპატენტა მაგასაც მინდა რომ ხაზი გავუსვა რა ძალიან ბევრს ნიშნავს. როდესაც ეგეთ რაღაცას გამოიგონებ, ძალიან მარტივად შეგიძლია დააპატენტო და მაგარი ფული აკეთო. კი ბატონო. რაც გააკეთა Les Dias-ის არ ვაკნინებ იყიდა უბრალოდ იმან ეს ჯამკეტი Access-ი დააპატენტა და ამას რომ frame-ი დაეპატენტებინა აი ალბათ 100 ჯერ იმაზე მეტი ფული ექნებოდა ვიდრე დღესა აქ, მაგრამ მაგიტომაც არის მაგარი მედანე ზუსტად რომ იცოდა რომ სხვებსაც უნდა გამოეყენებინათ ეს რა. დანები უყვარს რა და დანები უყვარს და აი მაგას ვხედავ მე ყველაფერში მის მოღვაწეობაშიც, მის დანებშიც იმას ვხედავ რომ დანეს მოყოლული არის და მედანე არის და ნუ მე ესე გავიგე ამ თემის არსი ჩვენი დღევანდელი პოდკასტის. დანარჩენი არ ვიცი იცოდი თუ არა, მე წავიკითხე და კერამიკული დეტალიც პირველად ამას გამოვუყენებია თურმე. არ ვიცოდი. რამხელა რაღაცა არის პირველად კერამიკული დეტენტი კრისრიმა გამოიყენება. კერამიკა არ ჟანგდება, ანუ რამხელა პლუსი არის კერამიკული არ ვიცი, დაუცარი და კარგად მუშაობს. სხვა სურათების სახით დაურთავთ, ანუ უამრავი ჯილდო აქვს აღებული თავის სხვადასხვა მოდელებს. თავარი ერთ რამეს ვიტყვი რომ თუ დააკვირდები რომ Blade Show-ზე ხო არის ხოლმე ანუ ესეთი აკვი ჯილდოების განყოფილება თუ რა ქვია მას კაცო მოკლედ სხვადასხვა რაღაცეების გამო ხო აი წლის საუკეთესო დანაწლის საუკეთესო კოლაბორაცია და არის ესეთი კრიტერიუმი წლის საუკეთესო საინვესტიციო დანა რა და ან იგებს ხოლმე კრისრივი ამ პროტეკი ანუ რო დააკვირდეს სხვა არ იგებს არა ანუ აი ეგ აი პროტეკის კასტომები და კრისრივი არის სულ მუდმივად რა აი საინვესტიციოზე გამახსენდა ეხლა რომ რასაც ვკითხულობ ხოლმე ბევრი ეძახის რომ თქვა ერთ დანას რო ირჩევდე კრისრივს აირჩევდნენ და თემებზე ფორუმებზე და თქვა სოციალებში რო უყურებ ხოლმე უკვე არის ის თაობა წამოსული რომ თქვა მშობლებს ქონათ თქვა თელი ცხოვრება თქვა ეს დანა და უკვე შვილებს დაუტოვეს და შვილები აგზელებენ და ნუ ეს დანები ისეთი არის რომ სამუდამოდ როგორიც არის თუ რაღაცა ძალით არ გააფუჭებთ სულ ესეთი იქნება სულ ესეთი იდეალური იქნება დანარჩენი კიდევ გამიმეორებ რომ არა თავარი იქ რაღაცა ფლიპერი იყოს რაღაცა ტექნოლოგიურად ისეთი იყოს ჩანართები კონდეს ანუ სხვა ფილოსოფია აქვს ამ დანებს და ნუ ტყუილი არ არის ის ნათქვამი რომ კრისრიუმდე უნდა გაიზარდო არ ვიცი შეიძლება ცოტა უხეში ნათქვამი არის იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ვერაზროს ვერ დაუმუღამოს და მაგარი მედანე იყოს ყველანაირად მაგრამ ნუ აი მე პირადად აი სრულყოფილებას რო ხედავ ამ დანებში და თვითონ აი ფილოსოფიას ნუ მე პირადად გადავწყვიტე რომ პირველ ვიდეოში ეს ადამიანი მომექცია ჩემი ფავორიტი დანა მიჭირავს მე ხელში მე ყველას მერჩევნია ეს და აქ ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ რა ეს ექსკლუზიური ნალესია აქ მარტო საკუთარ დანებზე აღლესავ ეგრე სხვებს არ უგლესავ ხო რაღაცა აი როს აქ არ ვიცი როგორი ნალესია იცი აი მიახლოებით 5 საათი ვლესავდი მაგას ფეხელი და ეხლა როგორ გინდა ეხლა რომ მოგიტანს ადამიანი რა და გაულესო რა და აი ეხლა აი ხედავ იმას არ ვიტყვი სახელს აი ეს ორლესული ხელით მაქვს გალესილი და მოიტანეს ეხლა რომ თქვა გამოვიყენეთო ამიგე და გადასალესი არის რა და მე კიდე ეს ლესავ ხოლმე რა საოცარ ნალესის მაგრესი არის ხა აქ და აი ამდენას ეკუთვნის რა კი უბრალოდ ის გამდე რომ თანხაზე კი არ არის თანხას ღიხდის ეს ხალხი მაგრამ მე რომ შრომობ და უყურებ ამ ნალესს და ვიცი რომ ეს
არ არის ესე გამოსაყენებელი და გასაფუჭებელი დანა. მაშინ ავდგები და გადავლესავ აპარატით და უფრო კარგადაც გაჭრის და მეც ნაკლებს ვიწოლებ. მე მენანება ხო. ეს არის სუფთა ესეთ გამოწყეპილია რა მაგ სიტუაციაში. მენანება პირდაპირ გაგებით, ჩემი ნალეს 5 საათი ვლესავ თორე შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა გააფუჭოს მეორე დღეს მოიტანოს ისევ გადაიხადოს. ამერიკაში ყველაზე დიდი მიღწევა მედანებისთვის არის Hall of Fame-ში ასე ვთქვათ მოხვედრა. ბატონი კრისიც ბრძანდება. უმეტესობა როგორც წესი გარდაცვალების მერე ხდება ხოლმე, მაგრამ არიან გამონაკლისები და მათ შორის ერთ-ერთი არის კრის ლევი, რომელიც ჯერ კიდე 2015 წელს 10 წლის წინ მოხვდა მან და მე თუ მკითხავ დააგვიანეს კიდე უფრო ადრეს უნდა შეეყვანათ. კი ბატონო. ნუ მოკლედ კიდე ეს დავამატებ, უფრო მეტად გასაგები რო იყოს კიდევ რომ თვითონ კრუსებელმა კრის რივისთვის შეიძლება ითქვას რომ კრის რივისთვის კი იქ რაღაცა მუშაობა მიდიოდა სხვა ხელოსნებიც იყვნენ ჩართულები რაღაცა მაგრამ ნუ ალბათ საფუძველი ეგ არის რომ კრის რივს რატო არ იყენებ ჩვენ ფოლადებსო და კარგ ფოლადს რო გააკეთებთო მე გამოვიყენებ თქვენ ფოლადსო და აზგნენ და მოიგონეს ეს 30 ვიგა მე ვიცი რომ ეს 45-იც რეალურად კრის რივისთვის ნუ ისე წამოვიდა ხო მე ახლა მე კრის რივს ეს 35-ზე გააკეთეს გადმოვიდნენ და დაიწყეს ტესტირება და ამჯობინეს ის ეს 30 ვიცი რატო წამოვიდა შემდეგი თაობა დროში რო გამოიცა და კრისრიმმა თქვა რომ თქვა რაღაცა თვისებები უნდა ისა მე გააკეთეს ისეთი და ესე მოდის ნელა ეს 35 ახლა ეს 45 არის ხო და ნუ მოკლედ დიდებული ადამიანი არის ჩემი აზრით ეს ალბათ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტიდან არის იმ პინდასთან არ მქონია შეხება სამწუხაროდ და ნუ მოგებული მაქვს რომ იმ პინდა ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით ვნახავ ერთ დავამატებდი რომ ანუ დღეს არსებული ხელმისაწვდომი დანებიდან რისი შეძენაც არის შესაძლებელი კრის რივი არის ჩემი პირადი აზრით ყველაზე კარგი მართლა საინვესტიციო დანა რომელსაც შეიძენ და პირობითად არის შენი შვილი ყველა ვარიანტში უფრო თუ მოუნდება გაყიდვა ყველა ვარიანტში ან იგივე ფასად ან უფრო ანუ ინვესტიცია მარტო ის ხო არა რომ მოგება გინდა რა შეიძლება უბრალოდ შენახვა გინდა შენი აქტივის რა და მოკლედ ძალიან მაგარია მაგამ ის ფასი არ უვარდება ხო დანარჩენი არ ვიცი იმას ლეგითხრა ჩემი ტკივილი არის რომ ვერ ჩამოგვაქვს ესენი კრისრივები არ აქვს მაღაზიაში მაგრამ ნუ არ ამგონია რომ რაღაცა მარგინა თუ არა მარკეტინგული გათვლა იყოს რა მართლა გულით აკეთებენ გარკვეულ რაოდენობას აკეთებენ და მორჩა ეგ არის რა მეტი აღარ იზრდებიან მიხოლოდ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს არის ვინც ყავთ დილერები ანუ ახლებს აღარ ეძებენ ეს სიტუაცია არის რა კი ბატონო რავი ეგ არის დავთავროთ კრისრივზე კი ბატონო და გადავიდეთ ჩემ ასე ვთქვათ მიდი აბა როგორი მედანი შეარჩია პირდაპირ ვიტყვი რომ ანუ იმდენად ჩახლართული ისტორია უნდა მოვყვე, არ ვიცი როგორ გამომივა, არ მიმაჩნია თავი ისეთ მაგარ მთხრობელად, რომ რაღაცა ალბათ ამ ისტორიას უფრო კარგად მოყვებოდა დათო ტურაშვილი ან ეგეთი ადამიანი. რატო იცი აი Game of Thrones ხო გაქვს ნანახი? კი. ბოლო სერია როა რომ თავდება და ლანისტერი რო იძახის ტირიონი რა, ანუ რონა მეფეროვნა ამოარჩიო რა და მან რო ის იძახის რომ ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი თავარი არის კარგი ამბავიო რა აი და კარგი ამბავი სწორად მოყოლაო რა აი რაღაც ეგეთი ამბავი არის მოკლედ მოსაყოლი რა აგვა ინტრიგები ხე ესე იგი ადამიანი ვისაც დღეს მინდა ვისაუბრო მისი სახელი ქვია დანას და თავად ამ დანის გაკეთებაში 1% არა აქვს წვლილი შეტანილი და ეს არის აბატონო ერთად მოვიხსნე, ესე ამოვიღებ და ორ ვერსიას გაჩვენებთ. აი, ბოუი. ანუ ეს დანები შეიძლება არ გქონდეთ ნანახი, მაგრამ ალბათ ყველას გაქვთ 90-იან წლებში ფილმი რემბო ნანახი და აი რემბოს დანა არის კლასიკური ბოუი. იცი რომელი გამახსენდა კიდევ კრაკაძილი კი არა. დანდი ხო მან დანდი კრაკაძილი. ეს არის ამერიკული კლასიკური ბოუი. ანუ რა არის ახლა ეს ბოუი რა? ბოუი არის ანუ იყო ადამიანი, ნამდვილი, რეალური ადამიანი, პოლკოვნიკი ჯონ ბოუი და ფაქტია რომ ის საპატივსაცემლოდ ქვია ამ დანას. და ეს დანა ანუ არის ბევრნაირი რა, დიდი, პატარა და ანუ რამოდენიმე ნიშანი არის რისი მიხედვითაც ვთქვათ ვარჩევთ ბოუის რა. პირველი არის რომ აი პირის ფორმა, რომელიც აი ხა კიდევ ხელი გავიჭერი, მეორე არის აი ეს გარდა და ნუ რაღაცა ნელ-ნელა შევაპარებთ არის ფორმას, მესამეს ნამდვილი ბოუის რატო უნდა კონდეს ესეთი ნატარი. მოკლედ ეს ადამიანი და ეს დანა როგორ იწყება ისტორია რა. ჯონ ხო ბოუის ანუ ყავდა ჯიმს უბრალოდ უფროსი ძმა რეზინი
თუ რესინი, ან სწორად არ ვიცი რომელი არის, რომელიც სამი ძმანი იყვნენ, სამივე ისეთი ტრაკიანი ბიჭები იყვნენ, ესეთი ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ, 1700 წელს ჩავხედავ მეგობრებო, რომ თან კარგად შეგექმნათ სიტუაცია, ანუ რა პერიოდში ხდება ეს ყველაფერი, ამერიკის შეერთებული კი 1700 კი გენაცვალე. აი დაზუსტებულად გეტყვი რომ არის 1796-ში დაიბადა და 1836-ში გარდაიცვალა 40 წელის ამბავი არის მოკლედ სულ. ესე იგი ეს რეზინი უფროსი ძმა იყო ნადირობით გატაცებული და კურდღელი მოინადირა და კურდღელის გატყავების დროს მოკლედ დანა მოუხდა სავარაუდოდ ძვალზე გაუცურდა და ორი თითი ჩაიჭრა რაღაცას ასწავლად და მანდიდან ან თვითონ დაასკვნა რომ ჭირდებოდა ისეთი დანა რომელსაც დიდი გარდა ექნებოდა ზომითაც დიდი იქნებოდა ზომით დიდი და წონით დიდი რატო ანუ როცა დიდია და წონა დიდია საკონტროლოდ ანუ თითქოს უფრო ძიმი არ გაგექცევა რა ნუ მე მაგას არ ვეთანხმები მაგრამ ნუ ესე აღიქმებოდა და აქ გვარებს და წლებს მე მგონი არ აქვს მნიშვნელობა ერთ-ერთ ოსტატს შეუკვეთა აი ამ ოსტატის სახელი და გვარი შემონახულია დანა შეუკვეთა და იმ დანის ასე ვთქვათ პირველი ვიზუალური მასალა დღეს ერთ-ერთ ბრძოლა ალამოსთან არის ამბავი ეს უკვე ცალკე ისტორია არის მექსიკის ტეხასის დამოუკიდებლობა და კონფედერანტების ომი და ამბავი და ნუ მაგის საპატიოსაცემლო მუზეუმში ეს დანა ინახება რა რომელიც მის ძმას ჰქონდა რა მაგრამ კონკრეტულად კი მაგრამ ეხლა რაც შეეხება თვითონ ჯიმ ბოუის ამბავი რა მოკლედ აი ამ ნადირობიდან გადის 1 წელი და მათ შტატში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დუელი, ანუ იყო ორი ძალიან გავლენიანი ოჯახი, გვარებსაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მე მგონი, და ამ ორ ოჯახს ჰქონდა რამოდენიმე საკამათო თემა რა. ეს იყო ფინანსური ინტერესები, ეს იყო რაღაცა ქალთან დაკავშირებული სიტუაცია და მოკლედ რო გადაწყვეტილება რაღაცა მიიღოთ, ჩანიშნეს დუელი და ამისთვის შეარჩიეს ადგილი, რომელიც იყო მდინარე მისისიპის ისეთ ნაწილში, რომ არც ერთი შტატის იურისდიქციაში არ შედიოდა რა. და დაინიშნა როგორი დუელი, იცი დუელზე არის 100 კაცი ერთი მხრიდან, 100 კაცი მეორე მხრიდან, და პირველი გასროლები ხო განხორციელდა და უცბად აწყდა ისეთი ამბავი, რომ ანუ სეკუნდანტები, ექიმები, სულ ყველა ჭუბობდა, მოხდა საშინელი ამბავი, აი საოცრად დასახიჩდნენ ადამიანები, გარდაცვლილები და ამ ერთ-ერთ მხარეს ეხმარებოდა ბატონი პოლკოვნიკი ჯიმ ბოუ. თვითონ ბოუის მეორე მოწინააღმდეგე მხარემ ტროსტში ჩამალური შპაგით, რაპირით, ანუ ძალიან ისეთი ძლიერი ჭრილობა მიაყენა, მაგრამ ძლიერი იყო ბოუი და მოახერხა ამ სიტუაციიდან გამოძრომა და მოკლედ თავისი დიდი უზარმაზარი დანით მოკლა ეს მოწინააღმდეგე რა. ეხლა აქ არის ესეთი სიტუაცია, რომ ეს იყო მისი დანა. არის ასევე ესეთი ლეგენდა, რომ სიამბილოში მისი არ იყო მისი ძმის რესინის, მაგრამ მესამე ძმა ჯონი იძახის, რომ არა იყო ჯიმის. მოკლედ, ეხლა რა ხდება რა? დიდი გამოხმაურება მოყვა ამ საქმეს. სასამართლოები ჩაინიშნა დაკითხვები მიდის ყველა სხვადასხვა ჩვენებას, ნუ აი არეულია და მიდის პრესაში განხილვები და ეს არა მარტო შტატის ზომაზე არის, მთელ ფედერალურ თემაში და მოკლედ პოლკოვნიკი ბოუის გაუვარდა ხმა, რომ ეს არის უვაჟკაცესი კაცი, რომელმაც თავი დაიცვა, ყველაფერი სწორედ გააკეთა და მისი დანა, ნუ რაღაცა ლეგენდარული დანა გახდა რა. ამ დანაზე მოთხოვნა უცბად გაჩნდა სასწაული, ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ნაყოფის გაკეთება შეიძლება და ორ ოსტატს დაუკვეთეს. ამ დროს ჯერ კიდე არ ვიცით ზუსტი ფორმა ამ დანის. ამ წარმოდგენა არ გვაქვს. უბრალოდ ვიცით, რომ არის დიდი და აქვს გარდა რა. და მიდის მოკლედ ნუ რეკლამები და აი ვრცელდება 1-6 ესეთი ვერსია არის დღეს გავრცელებული, რომ ინტერნეტში ჩაწერო, ნახო რომ მაგალითად ერთ-ერთი არის რომ 3 ყაჩაღი აყაჩაღებდა ბოუის, 3-ვე იყო იარაღებით, მაგრამ ამან თავისი დანით 3-ვე დახოს. მოკლედ ამერიკული მარკეტინგი და რეკლამა ჯერ კიდე იქიდან ძალიან ძლავრობდა და დანის პოპულარობა ნუ რაღაცა საოცრად ზევით ადის და აი ხა რადიკალურად იცვლება სიტუაცია, თვითონ ბოუიდან გადავდივართ ვაფშე სხვა ადამიანზე 1 წელი გადის აქიდან და საერთოდ გვერდზე შტატში, მოკლედ ერთი მჭედელი გვარად ბლექი იძახის, ნუ ყოველ შემთხვევაში დღემდე მასთან ასოცირდება, რომ მან გაუკეთა სხვა დანა, ოღონდ იგივე ესკიზებით
და თავისი რაღაცა შტრიხები შეიტანა ამ ჭედელმა და ბატონ პოლკოვნიკ ბოუის უკვე ეს უკეთებს თითქოს დანას. მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ეს ბლექი უკეთებს რეალურად ამ რამე დანას, ეგეთი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. მაგრამ ის ვიცით, რომ ეს პირის ფორმა უკვე ამ ჭედელმა მისცა და ასევე კარის ფორმა, რომელსაც დღეს ძალიან ცნობილია და ქვია coffin, ანუ კუბოს ფორმა აქვს, ჩვენც გქონდა ადრე ერთი ეგეთ ტარიანი დანა და ძალიან ლამაზია ხოთაშორის, ეს coffin handles ესე ეძახიან, coffin handle bowie რა. ეს ადამიანი ამ Blacks თვითონ ჰქონდა ძალიან ტრაგიკული ისტორია, დაბრმავდა, მეუღლე გარდაეცვალა და მეუღლის მამამ ეს დაბრმავებულს ისე გაუყიდა ყველაფერი მათ შორის სამჭედლოდა, რომ დატოვა ნოლზე რა და დაბრმავებულმა ხო ანუ თვითონ ვეღარ გააკეთა რა, ვეღარ მოახერხა რომ გაეგზელებინა ამ განების კეთება და ვინ შეიკედლა მის შვილს ცდილობდა რომ ესწავლებინა რა და ის შვილი წერს მე მემუარებს, თითქოს მასწავლიდა, მაგრამ არ გამომივიდა აქეთ ლეგენდები მოკლედ გავრცელდა სასწაულად და 60-იან წლებში თუ 50-იან წლებში ამერიკელები იყვნენ გადაწყვიტეს რომ ეს მუზეუმი რო გააკეთეს ბრძოლა ალამოსთან ეს უკვე სხვა თემა არის სადაც იღებდა მონაწილეობას უკვე პოლკოვნიკ ბოუი რეალურად და იქაც გმირის წოდებით დაჯილდოვდა ანუ თვითონ პერსონა ბოუის არის ძალიან წინააღმდეგობრივი ანუ ტიპი არის თან საგმირო ისეთი ჯენტლმენი და რაღაცა ვიცი იცავს სიწმინდეს და რაღაცა ღირსებას და თან არის თავგადასავლების მოყვარული, ანუ რაღაცა ინდიელების დაკარგულ ვერცხლის შახტას ეძებდა მუდმივად რა და აი შახტების ძებნის დროს შედიოდნენ ინდიელების ტერიტორიაზე და 1-3 ისეთი შეტაკებაა გადატანილი, რომ აი წარმოედგინე 30 კაცი შევიდნენ, იქიდან 160 ინდიელი დაესხათ თავს და მართლა გამოძრნენ რა აქიდან რა და ეს მისი ცხოვრება ხო კინოა რა მთელი რა მის საპატიოსაცემულოდ ქალაქს აქვს დღეს სახელი დარქმეული და მოკლედ ამაზე ბევრი რო არ ვისაუბრო, ისევ დანას მეუბრუნდეთ რა. აი ეს ბლექი ვიზეთ საუბრობდით, მოკლედ. აი ამ ბლექის რა ქვია იმას, სამჭედლო აღადგინეს ვითომ, ასე ვთქვათ, ამერიკელებმა და რეკონსტრუქცია გაუკეთეს და ქალაქ ვაშინგტონში, როგორც დედაქალაქ ვაშინგტონში არა, მეორე ვაშინგტონი არის კიდე, აი ეს რეალური სამჭედლო შექმნეს, სადაც ჩვეულებრივად მიდიხარ, სწავლობ მჭედლობას და თელ ამერიკაში მოკლედ უკვე ლეგენდად გავრცელდა რომ აი всё რა ეს ბლექი აკეთებდა ამ ბოუის დანებს რა და იქ როგორ დანებსაც აკეთებდნენ ესეა გავრცელებული რომ თითქოს ეს არის ბოუის დანა მაგრამ რეალურად რაც დოკუმენტალურად ვიცით რამოდენიმე რამე ვიცით ეს არის დიდი ზომის გარდიანი დანა მეტი დანარჩენი არაფერი არ ვიცით ანუ მარტივად რომ გავაგრძელოთ ანუ დღემდე ამ ადამიანმა რომელსაც დანა გაუკეთებია კი არა ანუ რეალურად ჩეხვის და იმის მეტი არაფერი არ უკეთებია, მაგრამ ყველა მიცის. ანუ თუ არ იცის მისი სახელი, ყველა მიცის ეს ფორმა. ყველაზე გავრცელებული ფორმა, რაც ბოუის არის, ხო, დასაკეთდანებში არის ბაკი. ანუ ბაკი არის თავიდან ბოლომდე ბოუის ლეგენდაზე გაკეთებული დანა და ერთ-ერთ ინტერვიუში სხვათა შორის ბაკის მაშინდელი არ ვიცი რა ერქვა მარკეტინგის ხელმძღვანელი თუ რაღაცნაირი დირექტორი თურმე ამას ყვება რომ ინსპირაცია ნამდვილად იყო ბოუის დანა რა თვითონ თავად პოლკოვნიკი ბოუი ისე ტრაგიკულად გარდაიცვალა ანუ 40 წლის ასაკში ანუ ძალიან ისე ცოტა ხანი იცოცხლა მაგრამ როგორც სამხედრო თვალსაზრისით დატოვა დიდი კვალი ასევე სამოქალაქო და დანებში ხო დატოვა რა თავის ესეთი უცნაური ჩახლართული ისტორია ამოვირჩიე პირველი ასე ვთქვათ სცენის მოსაყოლად და კეთს ვიხრი მიხერი კინო იყო ფაქტიურად ხო აი მაგას ვიტყოდი რა მართლა მაინტერესებს რატო არ იღებს არავინ იქ ამ სიტუაციაზე მე რო ვიყო რეჟისორი გადავიღებდი კინო იყო ფაქტიურად ვესტერნის ჟანრში ეგეთ რაღაცა დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი დეტალი იქნება რომ ჩაეძიები ამერიკაშივე აი ძალიან ბევრია რა ვიცი შეიძლება თუ ვიღაცა ინტერესი ექნება მაყურებლებს მე შეიძლება კიდე ცოტა უფრო თვითონ აი ამ პატარ-პატარა ბრძოლებზე ინდოელებთან მოყოლა ბევრი საინტერესო ისტორია ეს კონკრეტულად აი ხა რაც გვიდევს აქ ეს არის ლარედო ბოუი კოლსტილის წარმოების აი ხელში რო დაიჭერ მომენტალურად ხვდები რომ სუმცირე დიდი რაღაცა კამეჩი მაინც უნდა დაკლა რა ანუ ეს დანიშნულება აქვს ამ დანას ან მეორე ვარიანტი არის რომ თაროზე რო დავდოთ რა და აი ეს კოლსტილის mini touch bowie უკვე არის ავიც იდეალური ყოველდღიური ბოუის დანა. ავიც მე მგონი დღეისათვის საკმარისია ბატონო გიორგი ჩვენი
პროექტი თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში იაქტიურეთ რა. მომავალ ვიდეოებამდე ჩემოკარგებო. დავამშვიდობთ. ეგ არის? ეგ არის. ოჩაო მიხეილი, დაამთავრე. კარგად იყო. ორჩაო.